საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი. საღამო მშვიდობის ბატონო მიხეილ. მოგესალმებით ბატონო დავით, მივესალმებით პოზიციონალ მაყურებელს. დღეს შესრულდა 3 წელი, რაც დაიწყო ომი უკრაინაში, რუსეთის რეგულარულმა ნაწილებმა გაარღვიეს უკრაინის საზღვარი, შევიდნენ და დაიკავეს 4 რეგიონი, რომლებიც შემდგომში აღიარეს და მიიერთეს პირდაპირ. დღემდე გრძელდება იქ საომარი მოქმედებები. პარალელურად დღიდან ომის დაწყებისა დასავლეთი კოლექტიური დასავლეთი შემოიფარგლება განცხადებებით, ამასთანავე, რა თქმა უნდა, იყო ფინანსური დახმარება და დღეს კიდევ ერთი პაკეტი 3 მილიარდ ნახევარი ევრო ფინანსური დახმარება ჩაიტანა კიევში მატარებლით, ასე ვთქვათ, თავად ჩავიდა მატარებლით ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის თავმჯდომარე და ასევე დაგეგმილია ევროპის ლიდერთა შეკრება უკრაინასთან დაკავშირებით. ასევე გაეროში ამერიკის შეერთებული შტატები ამზადებს რეზოლუციას, რომლის თანაავტორი სხვათა შორის საქართველოს არის და მზადდება ასევე რეზოლუცია თავად უკრაინის მხრიდან, რომელსაც ლობირებს ევროკავშირი. პრინციპში უკვე ვატყობთ, რომ ბატალიებისკენ მიდის ეს ყველაფერი. ბატონო მიხეილ, თქვენ როგორ შეაფასებთ არსებულ მდგომარეობას 3 წლის თავზე? 3 წელი არც თუ მცირე დრო არის ასეთი ომისთვის და ყველა იბრძვის თავის ლუკმისთვის, ასე ვთქვათ. სამწუხაროდ ჩვენი მოსაზრებები დღეს ზუსტად Facebook-ზე ვნახე ბატონო დავით, თქვენთან გადაცემაში ვიყავი 2 წელიწადნახევრის წინ, სადაც საუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა პრაქტიკულად იქნება სახეს შეცვლილი, იმ საზღვრებში ვერ იარსებებს და უკრაინა დამარცხდება. ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრი ტალახი გვესროლეს, ძალიან ბევრი საყუდური მივიღეთ, მსუბუქად რო ვთქვათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ მართლები ვიყავით, რამე თუ უკრაინა პრაქტიკულად ამერიკის შეერთებული შტატების იმ დროინდელმა ადმინისტრაციამ და მთლიანად ევროკავშირმა შეალეწა რუსეთს იმ ინტერესების გამო, რასაც მოიცავდა რუსეთის სრული განადგურება. აქ არ იყო საუბარი რუსეთისთვის მიეყენებიათ რაღაცა გარკვეული ზიანი. მესამეჯერ ბოლო 200 წლის განმავლობაში ცოტა მეტი კოლექტიური დასავლეთი დაიძრა რუსეთზე მისი მოსპობისთვის. რუსეთი ყველაფერს აკეთებდა ბოლო 20 წლის განმავლობაში, რომ გამხდარიყო დასავლეთის ნაწილი შესულიყო ამ ურთიერთობაში, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და მიუნხენში განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, რომ ეს ასე აღარ იქნებოდა და თამაშის წესები იქნებოდა შეცვლილი. 3 წლის განმავლობაში რა დავინახეთ? უკრაინა როგორც სახელმწიფო დაშლილია, დემილიტარიზირებულია პრაქტიკულად უკრაინა, მთელი მარაგი რაც ჰქონდა უკრაინას და პოსტსოციალისტურ ქვეყნებს ის კალიბრი, რითაც მაშინ იარაღდებოდა პოსტსოციალისტური და საბჭოთა რესპუბლიკების შეერაღებული ძალები, ამოწურულია, ასევე ამოწურულია დასავლეთის სამხედრო სამრეწველო პოტენციალი, ის მარაგები პრაქტიკულად არის უკვე დაცლილი. ევროპის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ვერ ასწრებს იმ ტემპით მუშაობას, როგორც რუსეთი ამუშავდა და გადავიდნენ სამხედრო ბოლომდე არა, მაგრამ გადავიდნენ მეტნაკლებად სამხედრო რელსებზე, რასაც რუსეთი აწარმოებს ერთ კვირაში, დასავლეთს სჭირდება რამდენიმე თვე, 6 თვემდე ჭირდება მაინც ევროპას ამის გასაკეთებლად. სახეზე გვაქვს ევროპის მსოფლიო პოლიტიკიდან, ევროკავშირის მსოფლიო პოლიტიკიდან მთლიანად ამოვარდნა. ევროკავშირი აღარ არის ის კონტინენტი და ის ორგანიზაცია, რომელიც მრავალი საუკუნის მანძილზე კანახობდა თავის პირობებს დანარჩენ მსოფლიოს და საუდის არაბეთში დაწყებულა მოლაპარაკებებმა, რომელიც ალბათ სავარაუდოდ იქვე გაგრძელდება ტრამპის და პუტინის შეხვედრით, აჩვენა, რომ ევროპა არის დასრულებული როგორც პოლიტიკური ლიდერი და ეს არ არის 1, 2, 3 წლის, ეს არის მრავალი ათეული წელი გაგრძელდება. ევროპის დაისი, რომელიც უკვე მოგახსენებათ 1 საუკუნის წინ იყო დაწყებული.
ამავდროულად მივიღეთ შედეგი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი ადმინისტრაციის პირობებში მოახდინა პრაქტიკულად სრული სოფლიო დააყენა თავდაყენა. სრულად შეცვალა დღის წესრიგი, როგორც ევროკავშირის, ასევე მსოფლიოსი და ჩვენ ხედავთ, რომ სიმძიმის ზალა და ჩვენ ამაზე არაერთხელ გვითქვამს, სიმძიმის ზალა, პოლიტიკურ-ეკონომიკური სიმძიმის ზალა გადმოვიდა ახლო აღმოსავლეთში, გადმოვიდა აზიაში და ამ ფონზე უკვე რუსეთს აქვს ყველა პირობა შექმნილი თავად ტრამპისგან, რომ მათი მოთხოვნები იყოს დაკმაყოფილებული, შესრულებული და როდის წამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატები მოლაპარაკებებზე, როდესაც პრაქტიკულად უკვე ნათელი გახდა, რომ ერთი თვის, ორი თვის, ერთი წლის შემდეგ რუსეთი მიაღწევს საწაძელს უკრაინაში და დღეს ერთადერთი ფუნქცია, რაც თავისთვის დაიტოვა ევროკავშირმა, ესაა რუსეთთან ბრძოლა და ნებისმიერი ხერხით მოახდინოს უკრაინისთვის მხარდაჭერა ამ ბრძოლაში და ითქვა, რომ ბრძანეთის 3 მილიარდ ნახევრიანი დახმარება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ეს არ იქნება ბოლო დახმარება, რა თქმა უნდა, იქნება შემდგომი დახმარებებიც, რადგანაც რა ხელშეკრულებაც არ უნდა დაიდოს და რა ღმერთმა ხას რომ მალე მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. ცეცხლის შეწყვეტას თავისი ვადები აქვს, ესე ყისიერად 1 საათში და 1 დღეში და 2 დღეში არ მოხდება ცეცხლის შეწყვეტა, ეს იქნება გარკვეული ხანგრძლივი პერიოდი და ამ პერიოდის განმავლობაში უკრაინას დაჭირდება ელემენტარულად საარსებო საშუალება. დავანებოთ თავის სამხედრო დახმარებას, მას დაჭირდება საპენსიო ფონდის შევსება, მას დაჭირდება სახელმწიფო ფონდის შევსება, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამავე დროს ჩვენ მივიღეთ ის მოცემულობა, რაც არის კლასიკა, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის მიერ გამოზრდილი ზელენსკი უკვე გაწირა და ვიცე-პრეზიდენტის განცხადება, რომ ზელენსკიმ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ბატონს აუხირდა, მიიღებს საკადრის და ევროპაში ჩავიდა ზელენსკი და იქ დაიწყო ჩვენი ლანცხოვა. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ასეთი მოქცევა ძალიან მძიმე განაჩენი არის. ხო, გქონდა ასეთი განცხადება, რომ ტრამპი ყოველთვის კი არ იქნებაო, მაგრამ მე იგივე დასავლურ მედიაში იყო, რომ ტრამპმა ჯერ უნდათ გააგებინა, რაც სურდაო, მე კიდე დაურეკა და უთხრა ტრამპის არჩევა ამერიკის პრეზიდენტად უკვე იყო ზელენსკისთვის განაჩენი. ჩვენ გახსოვს 2020 წლის არჩევნებში რა პოზიცია დაიკავა ზელენსკიმ ტრამპის მიმართ, რა ეპიტეტებით ამკობდა იგი პრეზიდენტობის მოქმედ და ამავდროულად პრეზიდენტობის კანდიდატს და ასეთი რამე არ ავიწყდება. კამალა ხარის უჭერდა მხარს პირდაპირ. დიახ, ასეთი რამე არ ავიწყდება უკრაინის ამერიკის შეერთებულ შტატებს და საკმაოდ ძლიერ მდგომარეობაში. ანუ მოცემულობა გვაქვს რა. უკრაინა როგორც სახელმწიფო დაშლილია, ევროკავშირი როგორც ორგანიზაცია პრაქტიკულად აღარ არსებობს და ეს ალბათ შეიძლება 1 წელი 2 წლის ამბავი იყოს, რომ იურიდიულად შეწყვეტს ფუნქციონირებას. ნატო, რომელიც ცნობილი იყო თავისი მეხუთე პუნქტით, პრაქტიკულად ეს მეხუთე პუნქტიც უკვე ამოღებული არის დღის წესრიგიდან და ამაზე არავინ არ საუბრობს. შეგახსენებთ, თუ განთავსდა იქ სამშვიდობოები იდეაში, რა თქმა უნდა, აი ამ სამხედროებზე ეს იქნება საფრანგეთის, გერმანიის თუ ევროპის თუ ნატოს რომელიმე ქვეყნის, მასზე არ გავრცელდება მეხუთე პუნქტი. ანუ ქვეყანა დაანგრიეს, გაუბედურეს და ეხლა არის საუბარი იმაზე, როგორ გადაინაწილონ ეს ქვეყანა. არის ესეთი მოსაზრება, რომ უკრაინა უკვე გაყიდული არის. უკრაინის მიწები, წეაღისეული ის ტერიტორია, რომელიც ჯერ არ არის რუსეთის განკარგვის ქვეშ, იქ მსოფლიოში დიდმა კორპორაციებმა გადაინაწილეს ეს ქონება. შეისყიდეს, ზოგმა იჯარით აიღო რამდენიმე ათეული წლით და უკრაინა დარჩა იმ მდგომარეობაში, ამ მდგომარეობასაც ჩვენ საუბრობდით. სამწუხაროა, რა თქმა უნდა, სამწუხაროა და მოით ახლა ნახოთ ესე. უკრაინა რო პირველივე დღეს დანებებულიყო, ან ერთი კვირის თავზე. შეინარჩუნებდა სახელმწიფოს, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, შეინარჩუნებდა მოსახლეობას, ეკონომიკას, ანუ სრულად ქვეყანა შეინარჩუნებოდა და ამის შემდეგ რუსეთს მოუწევდა ამ ქვეყნის 52 მილიონიანი, 48 მილიონი იყო იმ პერიოდში, მართვა, შენახვა და რა თქმა უნდა, გაბრაზებული უკრაინელებისთვის თავის მოქონვა. რა მივიღეთ? საიდან გამოვდივართ ახლა ჩვენ? გამოვდივართ იქიდან, რომ სოფლიო შეიცვალა, ამერიკის შეერთებული შტატები უფრო შორს წავიდა ტრამპის ადმინისტრაცია
და დაიწყო თავის სამეზობლოში ზოგის ყიდვა, ზოგის ანექსია, ზოგის შემოერთება, რამაც რა თქმა უნდა რუსეთს ავტომატურად გაუხსნა ხელი, რომ ანალოგიური გააკეთოს რუსეთმა და რა მოლაპარაკებები არის ახლა აი საუდის არაბეთში ზედათ რაზე ხდება მოლაპარაკება ჩემი აზრით ეს არის რუსეთის გავლენების დაბრუნება პოსტსაბჭოურ ქვეყნებზე აღმოსავლეთ ევროპაზე ну რა თქმა უნდა უკრაინა მოლდოვა ბალკანეთის ტერიტორიაზე აუცილებლად უნდა დაიბრუნოს რუსეთმა და ამაში მოხდა თავად სირიელების და სირიის იმდროინდელი ხელმძღვანელობის ბაშარ ასადის არათანმიმდევრული უფრო მეტიც ანტისახელმწიფოები როგორც ამბობენ აღმოსავლეთის მცოდნე და ექსპერტები კორუფცია იყო 1000 უბედურება რამაც ეს ქვეყანა მიიყვანა დაშლამდე ანუ ჩვენ თვალწინ რამდენიმე ქვეყანა დაიშალა აი ამ რამდენიმე წლის მანძილზე და ყველა ამ დაშლას წინ უძღოდა მართველი ელიტების არაკომპეტენტურობა მართველი ელიტების ზედმეტი იმედი მაგალითად ასაც ძალიან დიდი იმედი ჰქონდა რუსეთის და რუსეთი და საბჭოთა კავშირის შემდგომ რუსეთი 10 წლის განმავლობაში ხალხს უჭერდა ამ ქვეყანას მაგრამ ნუ თუ შენ თვითონ არ გინდა ქვეყანას რომ ხარდაჭერილი იყოს შენი პარტნიორის მიერ ის შენ ხარს აღარ დაგიჭერს ანუ მდგომარეობაში აღმოჩნდა უკრაინაც ისის ხარდაჭერილი იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში და იქნებოდა ანტირუსული ანკლავი მაგრამ ამ ქვეყანამ მისმა პრეზიდენტმა აირჩია სხვა გზა და ხო ის აუცრება ტრამპი თუ აარჩევინეს არა აარჩევინეს აირჩია მოდით ეს ვთქვათ აირჩია როდესაც ის მიდიოდა პრეზიდენტს მას უკვე არჩევანი გაკეთებული ჰქონდა მან წყევათ ისოდა რას მოთხოვდნენ და რა იყო წინაპირობა შეიძლება არჩევიეს აირჩიეს მაგას უკვე განუწყვეტელი მნიშვნელობა არ აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ეს ადმინისტრაცია ყოველთ მიუღებელი იყო და მერწმუნდეთ 2 წლის წინ ზუსტად იცოდა ზელენსკიმ რომ ტრამპი ვერ გახდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ამ იმედით ასე ვთქვათ გაყოყოჩებული აკეთებდა იმას რასაც აკეთებდა მაგრამ მოხდა ის რომ სოფლიო შეიცვალა და დიდმა ბიძიებმა რომლებიც ტრამპს 2020 წლის არჩევნებში პრაქტიკულად საბოტაჟი მოუწყო ეს არის ის სოციმედიები რომლებიც იმათ ხელშია ვინც დღეს ტრამპის გვერდში დგას იგივე მასკის გავლენა იგივე ცუკერბერგი ნუ ნებისმიერი ის ხალხი ვინც დღეს ტრამპს დაუდგა გვერდში 4 წლის წინ ანუ მისი მოწინააღმდეგეები იყვნენ ხა მოდით ისიც ვთქვათ რომ ეს ხალხი არ არიან დამოუკიდებლები ასე ვთქვათ არ არიან ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღებები და ვინც მათ უკან დგას ან მათ გვერდში დგას ან მათი პარტნიორია გადაწყვეტეს რომ შეიცვალოს სოფლიო რამე თუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ მოხდეს ბირთვული კატასტროფა რომლის გახსოვთ ჩვენ რა ვთქვით მხოლოდ ორი სახელმწიფოა სოფლიოში დღეს გარანტი ბირთვული უსაფრთხოების ამავდროულად ძალიან საინტერესო პროცესი და მოსწრები გავხდებით გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე გადააყენა ტრამპ გამოიწვია გადამდგარი გენერალი რომელიც 400 კლავიანი არის მაგრამ რა თქმა უნდა დანიშნავენ და ყველა საინტერესო ის გახლავთ რომ მან განაცხადა რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბიუჯეტი ყოველწლიურად სხვადასხვა ინფორმაციით და სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით 5-დან 7%-მდე შემცირდება ეს რას ნიშნავს რის ხარჯზე უნდა შეამციროს ამერიკის შეერთებულ შტატებმა ეს ბიუჯეტი არა იმ ხარჯზე რომ ახალ ტექნოლოგიებზე უარი თქვას იმიტომ რომ არეშნიკის გამოცდის შემდეგ შტატებმა კარგად დაინახა რომ ეს თანამედროვე ტექნოლოგიებით იგი ჩამოუვარდება რუსეთს და საჭირო არის აი აქ დაწევა და ეგრეთ წოდებული გამალებული ზე მაღალი ტექნოლოგიის იარაღის შექმნა და ეს ეკონომია უნდა მოხდეს იმ ათასობით სამხედრო ბაზის გაუქმებით, რომელიც არის მსოფლიოს მრავალ კუთხეში და შეიძლება 10-15,000 კილომეტრი დაშორებით შეერთებულ შტატებიდან. ყველაფერი ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ახალი გადანაწილება რუსეთი მიიღებს იმას, რასაც მოელაპარაკება ამერიკის შეერთებულ შტატებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოსტსაბჭოური ქვეყნები აუცილებლად გადმოვა რუსეთის პოლიტიკური ეკონომიკური ორბიტაში და დანარჩენ ქვეყნებზე ევროპაში მოხდება გაყოფა და ევროპა იძულებული გახდება
ევროპა იზოლირებული გახდება, მივიდეს რუსეთთან, ამ შემთხვევაში გერმანიაზე საუბარი და თქვენ ბრძანეთ ეს ჩtildeო ნაკადი ხო, ჩtildeო ნაკადის აღდგენაზეა საუბარი. არავინ არ მისცემდა გერმანიას იმის უფლებას, რომ ეს ნაკადი ეს ასე ვთქვათ ხაზი აღედგინა თუ არა ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები და გადაწყვეტილებები. ამავდროულად საუდის არაბეთი ეს არის ქვეყანა მოგეხსენებათ საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი ინიციატორები იოანე პავლე მეორე რამდენიმე მგონი 10-12 თვე დადიოდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და მაქსიმალურად ლობირებდა ნავთობზე ფასის დაწევას, რამაც გარკვეულწილად გამოიწვია საბჭოთა ეკონომიკის კოლაფსი და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ეხლა მე სხვა პირობებია, სხვა მდგომარეობა არის და ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ელიტა, ანგლოსაქსები და რუსეთი, ანგლოსაქსებს განვაცალკევებთ, ისინი არიან თამაში და ბრიტანეთის გამოსვლა Brexit-ის ეს ერთ-ერთი მაგალითია იმის, რომ ბრიტანეთმა ყველაზე ადრე იგრძნო ის რაც დაემართებოდა ევროკავშირს და თავისი კოლეგები ძალიან მარტივად გაწირა, მიატოვა და ეხლა ამ გადანაწილებაში თვითონ მონაწილეობს. ხო, ეს სამი დიდი ასე ვთქვათ ქვეყანა და მოძრაობა როგორც გქონებათ ისე დავარქვათ, გადაინაწილებენ მსოფლიოს და ამ გადანაწილებაში რუსეთი აუცილებლად მიიღებს თავის წილს. ჩინეთი თავის მხრივ ქვეყანა, რომელსაც საკმაოდ დიდი ამბიციები გააჩნია და ხშირ შემთხვევაში მართებულად, რომ იყოს ასევე ეკონომიკური პოლიტიკური კონცენტრაციის ცენტრი და ჩინეთსაც გაეხსნა ხელი თავის სამეზობლოს, რაც უნდა ის უქნას. წამოიღოს, დაიპყროს, იყიდოს, შემოიერთოს. ტაივანზე უკვე იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა გააკეთა ეს როგორც მათ აღიარეს კოსოვო, აღიარეს, ანუ საერთაშორისო სამართალი პანდორას ყუთი გახსნეს ამერიკელები. ახლა მეორე პანდორას ყუთი გახსნეს. ქვეყნების შეცვლა, კონტინენტებზე სახელმწიფოების საზღვრების გადახედვა და თქვენ თუ გაქვთ უფლება, მაშინ მეც მაქვს უფლება. და ის კეთილი რიტორიკა. ეს რუსებმა. ხო, რა თქმა უნდა, რუსებს რომ წარე თქვათ, უკვე როდესაც ეს განცხადება გაკეთდა ნებისმიერი საღათმოაზროვნე ადამიანი, იტყოდა რომ მაშინ შენ თუ გაქვს უფლება, მეც მაქვს ამის უფლება. და ყველაფერი მიდის იქამდე, რომ სამეზობლოზე ვრცელდება ჯერ. და სამეზობლო რუსეთის ვინ არის, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ხო? შემოთავაზებები ექნება ყველა ქვეყანას იმ ურთიერთობების, რომელიც არის ჩვენთვის აუცილებელი და დღეს ბატონო მამუკა ფიფიამ გუშინ მე მგონი გადაცემაში თქვა, რომ ძალიან დიდი საფრთხე არის აი 3+3-ის ფორმატთან დაკავშირებით ჩვენი ჩართულობა აუცილებელი იქნება და ეს მოხდება ადრე თუ გვიან. უცად ადგება ამის აუცილებლობა. ჩვენ არ მოგვიწყონ პროვოკაცია ჩვენ მოძმე მეზობელ აზერბაიჯანთან. რომ იქ სხვა პროცესები მიდის, რომელიც შეიძლება გამოიყენონ და საქართველოს მოხდეს აი ამ გაუგებრობაში მსუბუქად რო ვთქვა. ამიტომ ჩვენ გარშემო ის პროცესები, რომელიც დაწყებული არის, გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ხელისუფლებამ უფრო კაცრად, უფრო ხისტად და უფრო დროულად უნდა გააკეთოს ქმედითი ნაბიჯები გადადგას იმ მიმართულებით, რასაც ქვია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა. ხო გახსოვს პირველი რა თქვა, პირველი შეხვედრა ამერიკის და რუსეთის პირველი შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის და ამერიკის შეერთებულ შტატებში საელჩოების სრულფასოვანი მუშაობა და ის რომ აქედან იწყება, ანუ შენ თუ გინდა ურთიერთობა, შენ ჯერ უნდა დაალაგო ის ასე ვთქვათ ხელსაწყოები უნდა დააწყო სამუშაო მაგიდას და მერე დაიწყო ამა თუ იმ ნაკეთობის თუ ქმედების ჩატარება, ხო? დაახლოებით აი ეს სურათი გვაქვს 3 წლის თავზე, როდესაც უკრაინა არის პრაქტიკულად დაშლილი და მისი პრეზიდენტი უკვე მზად არის გადადგეს და დათანხმდება ახალ გარდა ამისა, ახლა ინფორმაცია გავცნდა, სულ რამდენიმე საათია. უკრაინის უმაღლესმა რადამ ვერ დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ზელენსკის საპრეზიდენტო მანდატის მხარდაჭერას ეხებოდა. ამ რეზოლუციას დაუჭირა მხარი 218-მა დეპუტატმა და დასამტკიცებლად იყო საჭირო 226 ხმა. და ეს ხდება იმ ფონზე, ან წარმოიდგინეთ, რადაში დეპუტატები ნუ კი აძლევენ ხმას, ხო? 218 ცოტა არ არის, მაგრამ 226 იყო საჭირო.
რომ ეს უფლება თქვა შეენარჩუნებინა იქ აპელირებს იმაზე რომ საომარ მოქმედებაში ნუ ეს ცნობილია არ აქვს უფლება თქვა დატოს თანამდებობა ჩატარდეს ახალი არჩევნები და ასე შემდეგ მაგრამ ეს ხდება იმ ფონზე როცა მატარებლით ჩადიან ეს ევროლიდერები ევრობონზები ეგრეთ წოდებული ურსულა იქ ასევე კოშტა ევროსაბჭოს პრეზიდენტი და ასე შემდეგ ხო და ეს რაზე მიუთითებს იმ საუბრის გარდა რაც ქონდა თქვა ტრამპს ზელენსკისთან და ნამდვილად არ მოსდის ეს ზელენსკი მას თვალში და ამავე დროს ვითარება არის ისეთი რომ შტატებს სურს იქ დროულად გამოიცვალოს ხელმძღვანელი როგორ იქნება ეს შეფუთული ახლო მომავალში ჯერჯერობით ნუ რებუსია გაურკვეველია მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ძვრები უკვე ჩანს ამ მიმართულებით. თუნდაც აი რადასმიერა ეს ჩაგდება ამ რეზოლუციის უკვე ამაზე მიუთითებს. რა თქმა უნდა, იქ ალბათ შეერთებული შტატების საელჩოც არ აკლებს თავის წნეხს, მუშაობენ ალბათ საკმაოდ დიდი საელჩოა წარმომადგენლობითი უკრაინაში. ასე შედეგები არის. მაგრამ ამ ფონზე ჯიუტდება ამერიკელებთან ევროპა. ყველაფერს აკეთებენ, რომ წარმოაჩინონ თავი როგორც კაფიო მყარი დასაყრდენი უკრაინის. პირდაპირ ამბობენ, რომ უკრაინა არის ევროპა და აქ პრინციპში გასული საუკუნის 40-იან წლებთან გვაქვს ასოციაცია, რომ იმ თავიდან სურდათ მათ უკრაინის დაპყრობა პირდაპირ თქვათ და ახლაც პრინციპში იგივე საკეთებენ ოღონდ სხვა გვარი შეფუთვით. ანუ პირდაპირ ამბობენ რომ უკრაინა უნდა იყოს ევროპის ნაწილი. როგორც თქვათ გეოგრაფიულად, ასე მენტალურად და თუნდაც იმავე რესურსებით. რა თქმა უნდა არ მოწონთ ტრამპის წიაღსვლები, რომელიც ითხოვს 500 მილიარდის წიაღისეულს და საბადოებს. ხო, მისი კონტროლის ქვეშ რომ მოექცეს, ანუ ტრამპის ადმინისტრაციის. ზელენსკიმ ხო უარი თქვა ამაზე. ნუ ახსნა განმარტებებიც გააკეთა თუ რატომ, კიდევ ვიტყვი რომ აი ტრამპი ყოველთვის ხომ არ იქნებაო, მაგრამ აი ასეთი ვითარება ხვალ თუ ზეკ ამ კაცს მოუწევს ზელენსკის დატოვოს უკრაინა, ან არ ვიცით რა ბედი ექნება. ამავდროულად ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად მიემგზავრებიან კიმ სტარმერი, ამ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ემანუელ მაკრონი. თუ გავითვალისწინებთ იმას, ახლა იქ ფრანგული მედიაც წერდა იმის შესახებ, რომ მაკრონს აქვს ისეთი ბერკეტები, რომელიც აიძულებს ტრამპს შეცვალოს თავის პოზიცია, თუ შეარბილოს თავის პოზიცია. რა ბერკეტია? ნუ როგორც ჩანს, ახლა საფრანგეთს მაინც აქვს გავლენა ევროკავშირში, გერმანიის შემდეგ მეორე ქვეყანა სიდიდით, სამხედრო ძალით, ნუ ბირთვული ქვეყანაც არის, თავისი ამბიციები საფრანგეთს ყოველთვის ჰქონდა. ხო და ის თუ რა ბერკეტი ექნება ტრამპის წინააღმდეგ ეს რა თქმა უნდა ასე პირდაპირ რიგითი ობიუატელისთვის გაურკვეველია ვნახავთ ყოველ შემთხვევაში მაგრამ აქ მინიშნება შეიძლება იმაზე რომ როგორც უფრო გამჭრიახებმა პოლონელებმა დაასრეს ყველას ამ ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩავიდნენ იახლნენ იქ ტრამპს და სირცხვილი ჭამეს ანუ სიკორსკიც ჩავიდა საგარეო საქმეთა მინისტრი მერე პრემიერ-მინისტრი და აყურყუტეს ისინი 1 საათი კონფერენც დარბაზში და ტრამპთან შეხვედრა შედგა სულ რაღაც 10 წუთი. ნუ ეს ხო სირცხვილია და წარმოიდგინეთ ახლა სტარმერს და მაკრონს თუ მოუწევთ იგივე. ეს ნიშნავს რომ ტრამპი არ გადაუხვევს თავის დაგეგმილ ხაზს და ეს არ არის ის კაცი რომელიც ასე მარტივად შეცვლის თავის გეგმას. აი ხა როგორ ფიქრობ? სანამ შემოვიდოთ ეთერში, ვნახე კადრები, როგორ მივიდა ემანუელ მაკრონი თეთრ სახლში და რა თქმა უნდა იქ არ დახვდა ტრამპი. რაღაც ქალბატონი დახვდა. რაც არის, რა თქმა უნდა, პროტოკოლის დარღვევა, ჩვენ გავიგებთ, თქვენი თქმის არ იყოს იქ რამდენი ხანი რომელ მისაღებში დასვეს რამდენი ხანი აცდებდნენ ყავა მიართვეს თუ არა, ნუ ეს ისეთი დეტალებია, რომელზეც ადამიანი ხვდება დიპლომატიაში შენს მიმართ რა განწყობა არის. ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პრესა ძალიან რადიკალურად არის განწყობილი მაკრონის მიმართ. ძალიან ბევრი გამაქილიკებელი სტატია იბეჭდება მაკრონზე, საფრანგეთზე, საერთოდ ევროკავშირზე, მის ფუნქციაზე, არსებობაზე და ერთ-ერთი ძალიან სასაცილო სატირალი, რა ვიცი, ხო. ამას რო დაუწერენ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც ვიზიტად მიდის შტატებში, რომ ინცენტივი ოჯახური საქმეა.
ბრიჯიტ მაკრონი შეიძლება აღმოჩნდეს ემანუელის მამა. აი წარმოგიდგენთ, ანუ სიგიჟე ერთი მხრივ და ამ სიგიჟის შემდეგ აფიშირება, ტირაჟირება და ეს ემთხვევა, როცა ემანუელი ჩასული არის ტრამპთან შესახვედრად და მისი ცოლი, რომელზეც სხვა შორის, აი ახლა ბოლო 2-3 წელია, თუ არ ვცდები, დაიწყო საუბარი, რომ ეს ქალბატონი რაღაცა შეცვლილი აქვს რაღაცეები, ხო? ეს ჩვენი საქმე არ არის, ყველამ თავის იმას მიხედოს საწოლს, მაგრამ როდესაც როგორც თქვენ ბრძანეთ, ევროპაში მეორე სიდიდის და ეკონომიკის და ბირთვული ქვეყნის ლიდერს ამ მდგომარეობაში ჩააყენებენ, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი დასრულებულია. ევროკავშირი დასრულებულია de facto. ეხლა ჩვენ დაველოდოთ, რომ დასრულდება ეს de jure. მაგრამ მასკმა თქვა ასევე დღეს ილონ მასკმა, რომ ხო ეს პირდაპირ არ უთქვამს, რომ დასრულდებაო, მაგრამ რევოლუცია წიფდებაო ევროპაშიო. გერმანიაში ჩატარებული არჩევნების ფონზე თქვა ეს და შედეგების ფონზე. ყველა მიცის, რომ პირდაპირ ლობირებდნენ და მხარს უჭერდნენ, როგორც ტრამპი, ასევე მასკი ალტერნატივას გერმანიისთვის, რომელმაც მართლაც გარღვევა მოახდინა, მეორე ადგილზე კი გავიდა, მაგრამ გაიორმაგა სადეპუტატო მანდატი. ეს 20%-ს გადააბიჯა, თითქმის 21%-მდე აიღო, როდესაც მერცის პარტიამ დაახლოებით 28% და რაღაც მეათედი პირველ ადგილზე არიან ისინი, მაგრამ აქ ყველაზე საინტერესო ასევე ის გახლავთ, რომ ხლა მთელ რიგ გამოცემებს ქართულ სააგენტოებს, რომლებიც უფრო ლოიალურები არიან ხელისუფლების მიმართ, სიხარული ქონდათ, რომ აი შოლცი უკვე ჩამოშორდა, შოლცი აღარ იქნება კანცლერი, მაგრამ მათ არ ვიცი იმედია იციან, რომ უარესი ბაბაია მოვიდა ახლა გერმანელების კანცლერად, ვიდრე იყო შოლცი. შოლცი იგივე მერკელისგან განსხვავებით უფრო რბილი იყო რიგ საკითხებში, უფრო მეტად ცდილობდა ყოფილიყო დიპლომატი, დამთნობი იყო რაღაც მომენტებში და ასევე თუნდაც რუსეთის წინააღმდეგ სიღრმეში ამ ტაურუსების გადაცემაზე კატეგორიული უარი ჰქონდა. ასევე იყო ბოლოს არჩევნებამდე მცდელობა, რომ ამბობდა, რომ დაურეკავს აუცილებლად პუტინს. ეს ჩაითვალა მაშინ გერმანულ მედიაში როგორც ასეთი რევერანსი, რომელსაც შეეძლო თქვა აღმოსავლეთ გერმანელების ხმები წამოეღო, როგორც ესე დამბალანსებელი პოლიტიკის მატარებლისა. ხო, თავად შოლც რაც ეხება, ის 16% რაც აიღო, პირდაპირ შეირაცხა, თქვა, ამოვიდა თავად და აღიარა, რომ ეს იყო კატასტროფა. ანუ პრინციპში პირწმინდა წააგო, თან სამარცხვინო წააგო. და აი მერცს რაც შეეხება, მერცი იმაზე მეტი ანტირუსია, ვიდრე იყო შოლცი. რასაკვირველია, ეს ნიშნავს, რომ გაგრძელდება უკრაინის დახმარება, თუ თქვა ქმედითად არა და მარტო ეს განცხადებები 3 წლის განმავლობაში ჩვენ ახლა უნდა დავდგეთ უკრაინის მხარეს, უკრაინა არის ევროპა, ჩვენ ვეხმარებით მედგარ უკრაინელ ხალხს, უცხადებთ სოლიდარობას, დღესაც ჩანს ეს ჰედლაინები, ეს ყოველივე, მაგრამ აი ძველი აღმოსავლური ეს ანდაზის არ იყოს რა, რამდენიც არ უნდა იყვირო ხალვა პირში არ გატკბილდებაო. ამ რეჟიმში არიან 3 წელი. სულ ამბობენ ჩვენ აი უკრაინელების გვერდით ვართ, მედგარი და ესეთი მამაცი და გმირი უკრაინელი ხალხი და რა ამის მერე. არაფერი, ვერაფერი. ევროკავშირი არის აგონიაში და ფუნქცია, აი როგორც ახლა ზელენსკის ჰქონდა ფუნქცია, რომ უნდა ეომა და მაშინ მიიღებდა დაფინანსებას, ასევე ევროკავშირი ამერიკისგან მიტოვებული დაცვის ობიექტი გახდა უკვე შტატების მხრიდან. დღეს იძულებული არის თავისთავი აჩვენოს და პოზიცირებდეს როგორც ანტირუსული ძალა, რომელთაც ის თავის ფუნქციას შეინარჩუნებს მსოფლიო პოლიტიკაში, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ფუნქცია ევროპისთვის დასრულდება რამდენიმე თვეში. იმიტომ რომ ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ევროპას უკვე აქვს და ჩვენ ზუსტად 2 წლის წინ ამაზე საუბრობდით, რომ ერთ-ერთი შედეგი იქნებოდა ევროპის გაკულაკება, ასე ვთქვათ, და ეს პროცესი სრულად არის დაწყებული. ევროპას აქვს ერთ-ერთი შანსი მივიდეს რუსეთთან, ამ შემთხვევაში გერმანიას გულისხმობ, დაელაპარაკოს იმ გაზზე, რომელსაც მრავალი ათეული წელი იღებდა ძალიან შეღავათიან ფასებში და მოახდინოს რუსეთთან რუსეთის ინტერესების გატარება. მე შემიძლია დიდი ალბათობით დაუშვა ის, რომ ამას ვერ იზავს გერმანია
და იძულებულს გახდის რომელიმე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანას რომ რუსეთთან მოახდინოს სამხედრო დაპირისპირება. ამ დაპირისპირებაში რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები თიც არ გაანზრებს პირიქით დაადანაშაულებს იმ ქვეყანას ან იმ ქვეყნებს რომლებიც ამ ავანტიურაზე წავლენ და ამით რუსეთს გაეხსნება უკვე ხელი პრაქტიკულად აღმოსავლეთ ევროპის დენატოიზაცია, ანუ ნატოს ინფრასტრუქტურის მოხსნა, რაც არის რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ამავდროულად აქ ევროპას ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის მზარდი აღმოსავლეთიდან და აზიიდან ჩასული ემიგრანტების შობადობა, რომელიც რამდენიმე შეიძლება 10 წლის შემდეგ ევროპას შეუცვლის ფერს, შეუცვლის მენტალობას, შეუცვლის რწმენას და ის რაოდენობა, რომლებიც კატასტროფულად მრავლდებიან ჩასულები, თან მოგეხსენებათ ეს არის ახალგაზრდა 17-18-დან 35 წლამდე ჩანსაღი თაობა, რეპროდუქციის დიდი საშუალების მქონე, ესენი ჩაანაცვლებენ რელიგიურად. ყველა ასპექტში, ყველა კომპონენტში ევროპა არის განწირული. ევროპას ერთადერთ რამე უშველის. გადაბერებულია კი, პოპულაცია გადაბერებული. სისხლის გადასხმა, ანუ სისხლის გადასხმა უნდა გაახალგაზრდავდეს და უნდა სხვა ანუ არა მუსულმანური, მე არანაირი ფობიები და ეს არა მაქვს მუსულმანურ სამყაროსთან, ჩემი დიდი პატივისცემა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ისტორიის ქვეყნებია და ძალიან დიდი კულტურის და ასე ვთქვათ განვითარების. მაგრამ თუ გერმანიამ ამ შემთხვევაში და ევროპამ არ მოიხედა სლავებისკენ და არ მოხდა სლავების დახმარებით მათი სისხლის გაწმენდა, ისინი აღმოჩნდებიან კატასტროფულად მარსელი და ეს სანაპირო ზოლი რაც არის, პრაქტიკულად არის გაშავებული, ხო? ეს იმიტომ რომ მათ იფიქრეს, ან აფიქრებიეს, ან აიძულეს. თქვენ მერკელი ბრძანეთ. მერკელი არ იყო ის ქალბატონი, რომელმაც პრაქტიკულად ყველა შეუშვა. განუსაზღვრელი რაოდენობით შევიდნენ. მერკელმა ხო წარმოშვა ეს. და თქვენ გახსოვთ, როდესაც გააუპატიურა მოგეთ ჩასულებმა რამდენიმე გერმანელი ქალბატონი, ისინი კი არ დაგმეს. თვითონ ამ გერმანელებს უთხრეს, თო გამომწევათო, ნუ იცმევთო, იმიტომ რომ ესენი ახალგაზრდები არიანო, ჯანღონითო, იქო სხვა მენტალობა არის, ქალთან სხვა ურთიერთობა და მოერიდეთო. ანუ მათი დასჯის მექანიზმიც არ ქონდათ, ისე მკაცრად დაესაჯეთ, იმიტომ რომ ეს იყო დავალება ევროპის გაუბედურების, რაზეც დღეს ტრამპი მოვიდა, ეს არ დაწყებულა ტრამპის დროს. შეიძლება დაიწყო ტრამპის პირველი მმართველობის პერიოდში, შემდეგ გააგრძელა მეორე ადმინისტრაციამ და ტრამპი ახლა როგორც გორბაჩოვი იყო კაპიტულაციის ხელმომწერი, ასევე ტრამპი გახდეს ევროკავშირის კაპიტულაციის მიმღები. არ გამოვრიცხავ, არც ამას გამოვრიცხავ და არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ აუცილებლად საჭირო ექნება ევროპას სერიოზული შიდა გადანაწილებაში მონაწილეობის მიღება. რის ხარჯზე გადარჩეს ბრიტანეთი? ბრიტანეთსაც ხო თავის ფანტომური ტკივილები აქვს დიდი იმპერიის. რომელი ქვეყნები იყო ახლა საუდის არაბეთზე რო საუბრობთ, ყატარი, საუდის არაბეთი, აი ეს აზიის ქვეყნები, ეს ყველა ადრე რაღაცა ფორმით კოლონიები იყო და გავლენის სფეროში იყო, ხო, ბრიტანეთის. ანუ ანგლოსაქსების ასე ვთქვათ საქმიანობა და მათი ჩართულობა დღითიდღე უფრო ნათელი ხდება. აქ ინდოეთის ფაქტორი არის გასათვალისწინებელი, აქ ჩინეთის, რომელიც არ არის მიწვეული ამ მოლაპარაკებებზე და ჩინეთი დარწმუნებულია, დღეს ძალიან საინტერესო სტატიას ვკითხულობდი, რა შეიძლება ანერვიულოს ჩინეთი. ის რომ ეს დიდი სახელმწიფო, ძალიან დიდი გავლენის სახელმწიფო არ არის ჩართული ამ მოლაპარაკებებში, თუმცა გზნობს და იცის, რომ აუცილებლად მასზეც არის იქ საუბარი. და როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთან არზის ჩინეთი, ეს გარკვეულ ნერვიულობას გამოიწვევს და არავინ არ ვიცით, რითი მიიპყრობს ცოტა ხანში ჩინეთი აი ამ ძლიერი ქვეყნების და მომლაპარაკებელი ქვეყნების ყურადღებას, რას გააკეთებს. ყველა ცდილობს აი ამ მოცემულ სიტუაციაში, რუსეთი ცდილობს დაიბრუნოს ტერიტორიები, რომელიც დაკარგა, ეს პოსტსაბჭოური და პოსტსოციალისტური, ასევე ცდილობს დაიბრუნოს დიპლომატიური გამარჯვება. ჩვენ ნახეთ ბულგარეთში რა ხდებოდა. კი ბატონო, ასევე ცდილობს მოიპოვოს დიპლომატიური გამარჯვება და
ხო ისაუცრება დაიწყეს საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა სანქცია უნდა მოეხსნას რუსეთს. ან რას უწესებდი ამ სანქციებს? ან რას უხსნი ახლა, ხო, მაგრამ თუ რუსეთი არ იცი, ან თუ რუსის მენტალობა არიციან და არც უნდათ რომ ისწავლონ. რამდენჯერ უნდა ისწავლონ? 2 საუკუნე და 20 წელია გასული, ხო? 10 წელი იმ პირველი გაკვეთილიდან. ხომ და ვიღაცა 1000 კვლევითი ინსტიტუტი 1000 პროფესორი. ბატონო მიხეილ, აი ნახეთ შაბლონებით აზროვნებენ. პრინციპში გასაგებია მათ ეს ფორმულა, თავად ევროპული, ეს მენტალური, რომ არ უნდა იყოს კორუფცია, უნდა იყოს წესრიგი, ზედმიწევნითი, აი გერმანული წესრიგი და ვიცით რომ ამ გერმანულმა წესრიგმა იქ ბიუროკრატიაც წარმოშვა, მაგრამ რუსეთი არიციან რატო? ან მიაჩნიათ რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დიდია, მათ გონიათ რომ რუსეთში შეიძლება იმ სტანდარტების დანერგვა. თეორიულად შეიძლება, მაგრამ პრაქტიკულად არის შეუძლებელი. იქ გეოგრაფიაც მოქმედებს, კლიმატიც მოქმედებს. მე მიცხოვრია იქ -23 გრადუსში და ვიცი რითის უნდქავს ეს ხალხი. თუნდაც ის მექრთამეობა ყბადაღებული და ეს კორუფცია, როგორც ხშირად ამბობენ და ვერ წარმოუდგენიათ და ხომ ეს ფრთიან ფრაზებს ხანდახან ისვრიან ხოლმე რომ აი იქ რო იყოს წესრიგი ისეთი როგორიც ევროპაშია და აღმოიფხრას ეს კორუფცია რუსეთი იქნებოდა როგორი გამართული როგორი ძლიერი სახელმწიფო და ასე შემდეგ. აი იმ კორუფციასთან ერთად საშუალო არითმეტიკული რიგ მოსახლეზეც რო გადაიანგარიშო და არა ის რომ აი მარტო მოსკოვი და პეტერბურგია კარგად დანარჩენი ქალაქები არის ცუდად. მაინც იქნება ცხოვრების ხარისხი უფრო მეტად მაღალი ვიდრე იმ ევროპულ ქვეყნებში. ჩვენი ემიგრაცია, რომელიც 90-იანების შემდეგ მოხდა რუსეთში. დღეს ყველა არის ბევრად უფრო მაღალ ხარისხობრივი მაჩვენებლით, სოციალურ საფეხურზე კი. თუ ავიღოთ თუნდაც იყოს რაღაც კაფე-ბარის მფლობელი. პირობითად ვიძახი. ბევრად უკეთესად არის ვიდრე ის საწყალი ემიგრანტი ქალბატონი, რომელიც ვიღაც მოხუც წყვილს უვლის სადმე საფრანგეთში ან ესპანეთში ან საბერძნეთში. მოვიდეთ, რუსეთს, როდესაც ჩვენ ვიწყებთ საუბარს რუსეთზე, ახლა არ მახსოვს ალექსანდრე პირველმა თუ მეს აღარ მახსოვს რომელიღაცა შეუტანეს, რომ იმასო პოლიციელებსო ჟანდარმერიასო ხელფასზე მოუმატეთო. და ესეთი რეზოლუცია დაადო, რომ ესენი ისეთი ძაღლიშვილები არიანო, რომ თავის თავს თვითონ გამოიკვებავენო. ანუ ის რომ მენტალურად მექრთამეობა რუსეთში, რუსული თანდაყოლილი არ მინდა ვთქვა, მაგრამ არსებობს ეს. სანამ სტალინი იყო და სტალინის ეს მაგალითი მუშაობდა, სამსოცხალი იყო სტალინი, აი რკინის ხელთათმანებით ეჭირა მექრთამეობის დატაცების და ასე შემდეგ. თუმცა არის რამდენიმე მოგონებაში, როდესაც ის თავის გენერლებს დაცვაში ვინც იყო, იცოდა რომ გაზულუქებული იყო გენერლები, რა თქმა უნდა, ელიტაში იყო მექრთამეობა, იყო ეს ვერცხლის მოყვარეობის მაღალი დონე იყო და იცოდა სტალინმა ამის შესახებ და ბევრჯერ ასე ვთქვათ ძალიან ბევრი დაუსჯია ამის გამო. აი როგორც მაპატიეთ იქ ერთი მომენტიც არის ესეთი გენერალ პოლკოვნიკს ეხებოდა საქმე რომ და მე აღმოჩნდა რომ სტალინს ხო იუმორის გრძნობაც განვითარებული ქონდა და მე აღმოჩნდა რომ მხოლოდ პოლკოვნიკი ანუ ის გენერალი წინ რაც იყო დააქვეითა. თავისი ბარახლო დაუბრუნეთ. დიახ. პოლკოვნიკსო და შეცდითო გენერალი არა თქვენ პოლკოვნიკი. არა პოლკოვნიკიაო დააქვეითა კი. ხო, აი ეს არის რუსული მენტალობიდან გამომდინარე. რუსი რას შეუძლია აი ბიუჯეტი, ახლა სამხედრო ბიუჯეტი ავიღოთ რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების. შეიძლება 10-ჯერ, 20-ჯერ, 30-ჯერ მეტი იყოს და მაგაში მხოლოდ პენტაგონის ბიუჯეტი უდრის მთელი რუსეთის ბიუჯეტს. აი ახლა უყურეთ ერთი და იგივე გემის, ერთი და იგივე კლასის, ერთი და იგივე ფუნქციის შემსრულებლის. რუსი კაპიტნის ხელფასი და ამერიკელი კაპიტნის ხელფასი ალბათ შეიძლება 10-ჯერ, 20-ჯერ და 30-ჯერ განსხვავდებოდეს. თუმცა ეს ორივე კაპიტანი ერთ-ეგივე ფუნქციას ასრულებს და ღმერთმა იცის ვინ უკეთ და ვინ ცუდად, ხო? რუსეთთან რო იწყებ აი ესეთ ბრძოლას, უნდა გასაზღვრო რომ რუსმა შეიძლება $2 ორმა კაცმა ისე კარგად იქეიფონ და საერთოდ იყოს ძალიან ბედნიერი, მე გავიდეს გადახტეს აბანოს შევიდეს გადახტეს მდინარეში და ანუ ამის მეტი მოთხოვნა მე იმას კი არ ვზახარ რომ მოთხოვნები არა აქვს მით უმეტეს ამბოლო მაგრამ აი ეს მცირედზე დაკმაყოფილების და მცირედიდან მიიღოს ბედნიერების განცდა და გამოყოს აი ეს ადრენალინი რომელიც
ჭირდება გაცილებით იაფი დაუждდება რუს, ვიდრე დაუждდება საშუალო სტატისტიკურ ამერიკელს, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ რუსეთზე ამას ფიქრობდნენ, ჩვენ დარწმუნებული ვიყავით. მე 90 წელს რომ დაიშალა საბჭოთა კავშირი, იმის მერე რამდენი 35 წელი გავიდა, ხო? ერთი დღე არ მქონია იმის ილუზია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს საბოლოოდ მოახდენდნენ რუსეთის ან განადგურებას, ან დაპყრობას, ან უფრო განადგურებას, დაპყრობაზე აღარ იყო ლაპარაკი, განადგურებაზე იყო ლაპარაკი ბოლო პერიოდი. იმიტომ რომ არ შეიძლება იმ მეთოდებით მუშაობა რუსეთთან, როგორც ესენი მუშაობენ. აი ეს კლიშეები აქვთ. ანგლოსაქსონური კლიშეები აქვთ, როგორც მუშაობენ საქართველოსთან, პოსტსაბჭოურ და პოსტსოციალურ ქვეყნებთან, ვარდების რევოლუცია, იმის რევოლუცია, ამის რევოლუცია. კი ბატონო, რუსეთი ყავდათ პრაქტიკულად ყავდათ უკვე განადგურების პირას მიყვანილი, მაგრამ აი სიძუნწემ, სიხარბემ გამოიწვია ის, რაც მოუვიდა დასავლეთს, ხო? 10-15 წელი რო დაეცლიათ, ეცადათ და არ მოეწყოთ. არ ვიცი, გადაცემაში თქვი, ელცინმა ხო ყველაფერი მისცა. ამერიკის შეერთებული შტატების გაუწვა ბოლომდე, ხო? პოლიტიკურათაც და ეკონომიკურათაც. მისი ქალიშვილის ფირმამ გაარემონტა ბორტი ნომერი 1. და ამერიკელებმა აღუძრეს საქმე, რომ ამ რემონტის შედეგად არის მოპარული 2 მილიონამდეო. და ნუ მაშინ ესეთ ცნობილი სიტყვებია, რომ ელცინის სიტყვებია, რომ მე ამ ქვეყანას ლანგარზე მივართვი. რუსეთი და ეხლა დაიწყეს ჩემი ოჯახის საქმეებში ხელის ფათურიო. ეს მათი მენტალობაა, აი ნებისმიერ მათ მიერ დაყენებულ ლიდერს ამა თუ იმ ქვეყნის საბოლოოდ ასე უსწორდებიან. აი ზელენსკი ეს არის კლასიკა. და ჩვენ ბევრჯერ გვითხრავს, რომ დაიწყო კლასიკა ზელენსკის გათახსირების. ამას გაუკეთებენ და შენ როცა ამერიკელებთან მიდიხარ თანამშრომლობაზე, შენ უნდა იცოდე ის რისთვის დაამთავრე კონტრაქტი. აი თქვენ რომ ბრძანეთ კანონმორჩილები, კონტრაქტი გაგივიდა ძმაო, იმის იგი არანაირი სენტიმენტი არ არის. არც მაკაცობა, არც მეგობრობა, არაფერი. დამთავრებულია, წადი ბიზიკოს სახში, ან თუ კარგად არ მოიქცევი, შეიძლება სხვაგან გაუშვან და ზელენსკი ახლა ამ არჩევანის წინაშე დააყენეს. ან უნდა არჩევნები ჩაატაროს და გადადგეს და იქ უნდა მოვიდეს ესეთი ხელისუფლება, რომელიც გარანტია ექნება რუსეთს, რომ ახალი პროფაშისტური ან ფაშისტური ხელისუფლება. მედვედევმაც თქვა და ლავროვმაც, რომ ჩვენ არ შევუწყვეთ, სანამ ჩვენი მიზნები მიღწეული არ იქნება, ლავროვმა თქვა დღეს ეს. მედვედევმა თქვა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მოდით ახლა ვთქვათ, რა არის რუსეთის მიზანი, ხო? აი, ავიღო და დავთვალოთ, რა არის რუსეთის მიზანი. 1. პოსტსაბჭოური სივრცის დაბრუნება, მეორე, ნატოს ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთ ევროპიდან უნდა მოშორდეს, მესამე, თავისუფალი ურთიერთობები ყოველგვარი შიშის გარეშე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და აღმოსავლეთში, წინა აზიაში და შუა აზიაში არა გავლენები, არამედ პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, რომელიც აწყობილი იქნება ურთიერთპატივისცემას და ურთიერთინტერესებზე. ხა ბევრს უკვირდა და ბევრი არ მეთანხმებოდა იმაში, რომ რუსეთი ოდესმე მათ შორის საქართველოსთან დაიწყოს პარტნიორულ ურთიერთობას და არ იქნება უფროსი ძმა, რომელიც გვიხემძღვანელებს და იქნება ჩვენი პატრონი თუ ბატონი, ხო? დღეს რა მოცემულობა გვაქვს? 3+3-ის ფორმატში. უკვე მე რამდენი თვეა მიმდინარეობს ეს საუბარი, ხო? გვეუბნებიან, აგერ მობრძანდით, აგერ სკამი, აგერ საბარძელი, აგერ ისიც კი თქვა ბოლო შეხვედრაზე. რამდენიმე თვის წინ იყო საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რომ საქართველოს გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში უნდა მოხდეს 3+3-ის ფორმატში მისი მონაწილეობა, ხო? ეს 3+3 არის იდეალური ვარიანტი. ამერიკის ხელი, ანგლოსაქსების ხელი და თვალი თურქეთი იქ არის. აზერბაიჯანი იქ არის, სომხეთი იქ არის, ირანი იქ არის. მერწმუნდეთ, ირანი, რომელიც დღეს იზგოათ აყავს ანგლოსაქსებს და დასავლეთს გამოცხადებული, ამერიკის შეერთებულ შტატებთან უფრო მალე დაამყარებს პარტნიორულ და ასე ვთქვათ, ხა მეგობრულს არ ვიტყვი, მაგრამ ცივილურ ურთიერთობას ვიდრე ბევრს გონია ეს, ხო? აგერ გვაქვს ისრაელის მაგალითი, აგერ გვაქვს ირანი, ანუ სოფლიოში შეიცვალა ურთიერთობები, შეიცვალა ის ურთიერთობები, რომელიც დამყარებული იყო დოლარის თავზე მოხვევაზე, წინამდე შემთხვევაში მოდიოდა ავიამზიდი
და იმაზე რომ რუსეთი უნდა განადგურებულიყო. არც რუსეთის განადგურება მოხდა და არც დოლარი არ არის ისეთი ხანგრძლივი ცხოვრების, ასე ვთქვათ, ეკონომიკური ცხოვრების პერსპექტივაში, როგორც მათ გონიათ. არ შეიძლება მსოფლიო იყოს დიდი სპორტსმენი, რომელსაც სპარინგ პარტნიორი არ აყავს. ის კარგავს კვალიფიკაციას და შეიძლება ახალგაზრდა ესეთი უცებ გამოხდეს ვიღაცა და დადოს ბეჭებზე, ხო? იმიტომ რომ ის ეშვება მისი სპორტული ფორმა აღარ არის, სვავს, უკვე ის არის პირველი და მას აღარ ჭირდება იმ ენერგიის ხარჯვა, რაც ბრძოლაში და თანასწორთან შეიძლება ბრძოლაში დაგჭირდეს, ხო, ამ ბრძოლის ჩასატარებლად. აქედან გამომდინარე, მოდით ნახოთ ახლა ჩვენ რა მოცემულობა გვექნება 3+3-თან, იმიტომ რომ ძალიან ვინც იცის კიდევ ერთხელ ვამბობ რუსეთის დიპლომატიის 450 წლიანი დიპლომატიის ისტორია, რომელსაც ასე დაჟინებით მოითხოვს და ითხოვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ 3+3 ფორმატს, ну რაღაცა ეთყობა ხდება. ეხლა კიდე ისიც ვთქვათ, რომ არ ვიცი, აღარ მახსოვს რაღაცემაში თქვი თუ არა, ამერიკის შეერთებული შტატები არ იქნება წინააღმდეგი ბატონო დავით ჩვენი იქ შესვლის. რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ეხლა ყველაზე ნაკლებად ჭირდება ისეთი ქვეყნები, რომლის გამოც მას ექნება დაპირისპირება რუსეთთან. ისედაც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა უკრაინის სახით, რომის გადაჭრის შედეგადაც უნდა დაიწყოს კონსტრუქციული ურთიერთობის ინტერესების დამყარებული თანამშრომლობა. თქვენ სწორი ბრძანეთ იმ თვალსაზრისით, რომ თუ კი ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხა თურქეთი მაინც პარტნიორია, გინდა არ გინდა ნატოს წევრი ქვეყანაა, ну ვთქვათ, უფრო მეტი საერთო აქვს გაგების თვალსაზრისით, განსაკუთრებით ტრამპთან და არა ბაიდენის ადმინისტრაციასთან. ერდოღანი უფრო მალევე იპოვის საერთო ენას და თუ ამ 3+3 ფორმატში არის თურქეთი და ის არის, რომ აზერბაიჯანთან ერთად ინიციატორი ქვეყანა, დაე საქართველო იყოს აი ამ ჯვარედინი პოლიტიკის, ამ კომპლემენტარისტული პოლიტიკის წიაღში, ვინაიდან ვიცით, რომ ახლა ერთობლივი რეზოლუცია აქვს ამერიკელებთან ერთად, ანუ ერთადერთი ქვეყანაა, რომლებმაც რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ აი ეს აგრესია სიტყვა უნდათ რომ ამოაგდონ ამ რეზოლუციიდან. ანუ ამერიკელების ინიციატივაა და საქართველოც ამას ხარს უჭერს. და თუ სომხეთი არის ისედაც ჯერ კიდე პაშინიანი ვიცით საიდან მოდის სოროსის წიაღიდან რასაკვირველია მაშინ ეს პლატფორმა მართლაც შესაძლოა ისეთი ხელშესახები აღმოჩნდეს იმ გაგებით რომ პოზიციებს მაინც გაცვლიან ყველა ანუ 6 ქვეყანა არის ხო ასეა კი ბატონო აქედან გამომდინარე შტატებმა მართლაც შეიძლება ვთქვათ რაიმე წინააღმდეგობა არ გამოხატონ ამ კუთხით თუმცა უნდა დაველოდოთ და ვნახოთ შეიძლება პოზა დაიჭირონ და უკმაყოფილება ესეთი ვიზუალურად ან ვერბალურად მაგრამ აი მე არ შეიძლება რო არ ვთქვა მახსენდება DST-ს მექანიზმი DST-ს მექანიზმი ეს იყო შექმნილი საბჭოთა კავშირის შემოეშალათ ხელში და მე საჭირო იყო გარკვეული ცენტრალიზებული ურთიერთობების დამყარება. ამ ცენტრალურ ურთიერთობების დამყარების ცენტრალიზაციის ერთ-ერთი საშუალება მოიგონეს DST, რომელიც არც ესეთი იდეალური ვარიანტი იყო საბჭოთა კავშირის, ოღონდ ეს DST სრულად კონტროლდებოდა რუსეთის, ხოლო რუსეთი კონტროლდებოდა ელცინი კონტროლდებოდა დასავლეთის მხრიდან. ჩვენ რა გქონდა პირველი დღიდან DST-ს შექმნის საქართველოს დამოუკიდებელი ახალი არჩეული პრეზიდენტი შემდგომად უკვე შევარდნაძე ცოცხალი თავით არ იყურებოდა DST-სკენ. ცოცხალი თავით არ იყურებოდა, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ამერიკის შეერთებული შტატები თვალს ჩაუკრავდა და პრობლემა არ იქნებოდა. ნუ მერე მოხდა რაც მოხდა, მაინც შევედი DST-ში, ამან რა თქმა უნდა გამოიღო თავის დადებითი ეკონომიკური ბერკეტები და ზუსტად ანალოგიაზეა საუბარი. შენ დღეს 3+3 გაძლევ საშუალებას. იქ მე დარწმუნებულია 3+3-ში შემუშავდება ძალიან ბევრი ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პროექტი, რომელიც მოიცავს შენთვისაც უკვე არა ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც ჩვენ თურქეთთან გვაქვს და
პრაქტიკულად ჩავყლაპა ეკონომიკურად თურქეთმა, ჩვენ კი არა, ლამის ნახევარი პოსტსაბჭოური ქვეყნები ჩაღლაპა, ხო თურქეთმა. შენი ინტერესები გაატარო და აი ეს ბაზარი, რომელსაც ქვია რუსეთის ბაზარი, რომელსაც მთელი მსოფლიო იბრძვის და აი საუდის არაბეთის შეხვედრაზე უკვე საუბარი იყო ის ბრენდები რომელიც სხვა სახელით არიან დაბრუნებულები და ჩვენ მოსკოვში რო ვიყავით, მაღაზიები, რომელსაც გავიდნენ მე ვიზახი კრემლის გარშემო აი თითო კვადრატული რა ვიცი მილიონები როგის დაკეტილია ეს მაღაზიები. ანუ იჯარას იხდის ის ფირმა, რომელიც გავიდა ის ბრენდი, იმედით რომ ოდესმე დაბრუნდება და უკვე გამოთქვამენ სურვილს, რენო მაგალითად კონცერნი ხოს ავტომობილო რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას გეგმავს. ანუ ესენი დაბრუნდებიან და მოდი დავსვათ კითხვა, რისთვის დაუწესეს ამდენი სანქცია? იმისთვის რომ ევროპა განადგურებული იყო ეკონომიკურად, იმისთვის რომ რუსეთს კიდე ერთხელ ეგრძნო და გაეღვიძებია დათვი, რომელიც იყო მიძინებული და პარტი რომელსაც მივიდნენ და ძარცვავდნენ და კრეჭდნენ და რასაც უნდა იმას უკეთებდნენ. თავად რუსები ხუმრობენ უკვე ამ სასანქციო პოლიტიკაზე, ახლა აი ზახაროვა საგარეოს დეპარტამენტის ხელმძღვანელი კი პრესის დეპარტამენტის ამბობს ასეთ რამეს რომ უკვე დასცინიან მათ 16 სასანქციო პაკეტია უკვე ხო შემუშავებული ბარემ არა 27-იო სიმბოლური იქნება 27 წევრი ქვეყანა რო ევროკავშირშიო 28-ს გახდა მაგრამ როდის აი ველოდებით რომ ეს რიცხვი ავა 27-მდე როდის იწყება დაცინვა ფსიქოლოგიურად დაცვას როდის იწყებ? როდესაც ხო ნუ არ მუშაობს ეს სანქციები. ხო, არ მუშაობს და კიდე იქ მივდივართ რა. როცა შენ რუსეთთან გაქვს ურთიერთობა და შენ იცი რა ქვეყანაა, ცოტა უნდა ფრთხილად იყო და წინდახედული უნდა იყო. რაც ერთს ტრამპმა ძალიან კარგად იცის. და მათი საუბარი, სატელეფონო საუბარი ეს იყო ურთიერთ კომპლიმენტებით სავსე და არანაირი აგრესია და არანაირი კმაყოფილები იყვნენ ორთავე. ხო, ორთავე კმაყოფილები იყვნენ, ეს ორი ადამიანმა, ამ ორმა ადამიანმა დღეს უნდა გადაწყვიტოს დედამიწის ბედი. საიწავა კაცობრიობა და კიდე ერთი დიდი პრობლემა გვაქვს ჩვენ, რასაც ქვია კლიმატური აი ზღაპრებს რო გვიყვებოდა ჩვენ ეს საწყალი გოგორო დაარბენიებდნენ. ტურბერგი, კრეტა ტურბერგი. აქაც იყო ჩამოსული. ხო, დაარბენიებდნენ, ხო და აქაც იყო ისე გაუჭირდა ჩვენ ლიბერალებს რომ გრეტა დაჭირდათ, ხო? ანუ ეს ზღაპრები თქვით მასე რა ქვია ბიუჯეტის შემცირებაზე სამხედრო თქვით აცრებზე დაიწყება აი ხა გრიპის აცრებზე გამოვიდა კენედი მინისტრი მის რა ქვია ჯანდაცვის და ანუ კითხვის ნიშნქვეშ დააყენა აი სეზონური გრიპებზე აცრების ანუ ის ყველაფერი რასაც საქართველოში მოდი საქართველოზე ვთქვათ ჩვენი კოლეგები ასე ვიტყვით საღათ მოაზროვნეები რომელსაც გვეძახიან პრორუსებს და რაღაც უბედურები მოგვაკერეს იარლიყები რასაც ჩვენ ვამბობდით აიღო ტრამპმა და ეს გაათმაგა და თავისი ქვეყნიდან გვიგზავნის ახლა შეტყობინებას რომ ეს რა ქვია აცრები არის მიუღებელი დარწმუნებული ვარ დაიწყება გამოძიება AstraZeneca და მოგეთ რაც იყო ეგ რაღაც მახსოვს მე რაც არ გამიკეთებია და ძალიან ბევრი დამზევდა და რაც რა გაიკეთო არ გავიკეთებ ანალოგიურად არა ჩემი ახლობლები მეუბნებოდნენ რომ აი ავტობუსში რო არ აგიშვებენო ებიჯო მაინც ფეხი დავდივარ მე უთხარი მაღაზიაში არ შეგიშვებენო სხვა შეუშვებ მე უთხარი ანუ იმდენად იყო ადამიანები აი სიგიჟე აიც არის ჩემთვის ეს ფსიქიატრიულ დონეზე აიყვანა ამერიკელების და დაზომბირდა ბევრი თუ გახსოვთ ხო აიც არის ბევრი ეს რა ქვია ჩემთვის რატომ დავიცრა შენთვის ეს ფსიქოზის და პანიკის ნიშნები ჩემი მჩნევია მე პირადად მაღაზიაში რიგში როცა ხარ ხო აი სუპერმარკეტში რიგი რო იყო და ერთს რო ნიღაბი ეკეთა და მეორეს არ ეკეთა და აი ნიღბიანს ფსიქოზის გამოვლინება ქონდა რას ქვია შენ ნიღაბი არ გიკეთიაო ანუ შეიძლება ტრანსპორტიდან ადამიანს მოეწყო ისტერია და ჩაეგდო ანუ აი ამას რო აი კარგი ექსპერიმენტი ჩაატარეს ხალხი დაავადეს ამაცრებით და რამდენი ეხლა თუ ექიმები გვისმენენ ალბათ დაგვეთანხმებიან რამდენი უეცარი გარდაცვალება არის საკმაოდ გაახალგაზრდავდა უეცარი სიკვდილი ხო ყოველ სახსალამათი ადამიანი ჯამთელი უცბად რაღაცა უბედურებით გადის ამ წუთის სოფლიდან. რატო? იმიტომ რომ ექსპერიმენტი ჩაგვიტარეს. ჩვენზე ბატონო დავით 92 წელს დაიწყო ექსპერიმენტები. წამლის გამოცდა. ის რაც ჩვენთან შემოდიოდა
ამერიკის შეერთებული შტატებიდან საფრანგეთიდან ის წამლები წლების მანძილზე წამას ჭირდება გამოსთა ჩემზე კარგად მოგეხსენებათ შექმნა გაცილებით იაფია წამლის ვიდრე მისი ქიმიური ფორმულის მოძებნა ვიდრე შემდეგ მისი გამოსთა ხო და ახლა ვიზე უნდა გამოცადო ანუ ჰიტლერის მედიცინა თავის სამედიცინო წიაღსვლებს აკეთებდა ტყვეებზე სამხედრო ტყვეებზე რას უკეთებდნენ თავებს აბავდნენ ღორს აბავდნენ ადამიანს თავს ღორის ანუ რაღაც ენით აუწერელ რაიმებს აკეთებდნენ ხო ანალოგიურად ეს ახალი დაპყრობილი ქვეყნები რასაც 260 მილიონიანი ბაზარი მიიღო დასავლეთმა ყველა ექსპერიმენტისთვის და მშიერი რო ადამიანი და წამალი რო არ იმას რაც რა უნდა მისცე იმას აიღებს მიირთმევს კიდევაც და დალებს აი რა შედეგი მოყვება ამას ჩვენ დავინახავთ ძალიან მალე რა შედეგი მოყვა დღეს ეს ბავშვები რო დარბიან რუსთაველზე ესენი ხო ფაქტიურად ადეკვატურობა მე არ მინდა რომ ძიმე სიტყვები გამოვიყენო ჩვენი შულები არიან და ჩვენი ოჯახის წევრები ჩემი ნაცავებიც არიან ძალიან ბევრი ადეკვატურობა დააკარგიეს ბავშვები დარბიან რაღაც უბედურებაში ჩააგდეს რა რაღაც ლექსებს ეს კოლექტიური ის დაეწყოთ ამოფრქვევები გაურკვეველი ფრაზების რომელიც შინაარსიც არიციან თუ უთხრეს აი ეს უნდა თქვა და ამითი შენ მოახდენ ზეგავლენას იმ ხალხზე რომელიც ახლა ტელევიზორთან ზის ეს არის დემოკრატიის ნაწილი და შენ გახდები ტრენდული ამითი და მოდაში შემოხვალ და შენ სიტყვას ექნება ფასი 35 წელი დაჭირდა დასავლეთს რომ საქართველოში ნებისმიერ დარგში მოესპო ავტორიტეტი ნებისმიერი დარგი აიღეთ სახელოვნებოდან დაწყებული დამთავრებული სამეცნიერო წრეებით არსად ავტორიტეტი არ არის ერთ ავტორიტეტს ვერ ნახავთ რომლის სიტყვაც იქნებოდა ღირსეული ვინც იყო ყველა ან გასვარეს ან თავი გაისვარა და პაატა ბურჭულაძე 30 40 30 წლის წინ 25 წლის წინ იყო ყველა ქართველისთვის სათაყვანებელი ადამიანი პაატა ბურჭულაძე ეს კრეფსითი არის ჩემთვის ყველა კაცი რომელიც თავის თავს მოიაზრებს რუსული ოპერის რუსული სკოლის წარმომადგენლად ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი რომელიც ვაშაძე რომელიც რუსული დიპლომატიის ეს ხალხი უცბად გამიევროპილებდნენ გამიამერიკელებდნენ და ჩვენ გვასწავლიან რომ არა შენ როგორ შეიძლება რუსეთთან გაიხედო რუსეთთან კი არ გავიხედავთ დროზე უნდა გავიხედოთ მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ხელისუფლება ამაზე სერიოზულად ფიქრობს პირველ რიგში დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა ამას ალტერნატივა არ აქვს ჩვენ ამაზე ჩვენი პარტია ბატონი მამუკა მოსკოვში ჩვენ აქ მუშაობთ ამასთან დაკავშირებით რომ ეს დავძრათ ჩვენ მაგას ვერ გავაკეთებთ რა კიდევ ერთხელ მიმეორებ ვინც არ უნდა ჩავიდეთ ახლა მოსკოვში ბატონი თემური თქვენ მე თუ კიდე ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები აი სურო რუსეთს ჩვენზე ზედამთვარი ამოსდიოდეს პიროვნულათაც და პარტიულათაც შენ თუ არა გაქვს აი ეს ქაღალდი მანდატი რომელსაც ქვია სახელმწიფო რწმუნება არავინ შენ არ დაგელაპარაკება სერიოზულად კი ბატონო მოგიწონებენ ხელშემოგართვენ მადლობას გეტყვიან მაგრამ იმის იქით საქმე არ წავა მაგრამ ჩვენ გვჭირდება საქმე როგორ ამერიკის შეერთებულ შტატებზე უფრო მეტად დიდი ხარ უფრო გამოცდილი ხარ უფრო გავლენიანი ხარ პირველი რაც თქვენ დიპლომატიური ურთიერთობა ანუ მივცეთ ცივილური ფორმაო და დაიწყეს ამაზე საუბარი ხო გახსოვთ ანტონოვს ასუშვებოდნენ ანუ წაართვეს ამერიკელებმა თავისი რეზიდენციები რამდენიმე ქალაქშია საკუთრება იყო რუსეთის ანუ ყაჩაღობაზე გადავიდა ამერიკის შეერთებული შტატები ამ ქვეყანამ მოითმინა შეიკრა როგორც მძინარე დათვი ბუნაგში და როგორ დადგა თუ რომ გამოვიდა რუსეთი ახლა ყველაფერს მოითხოვს და 100%-დან 95-ს მიიღებს. აი თქვენ ბრენდები რომ მახსენეთ, მათაც კი აი გუშინ რამდენიმე დღის წინ ვეცნობოდი მასალას, უკვე სხვა პირობები იქნება მათი რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად. ანუ რუსეთმა პირდაპირ განაცხადა რომ ასე მარტივად თქვენ უცებ თავქუდმოგლეჯილი რომ გაიქეცით აქედან, ახლა უკვე ჩვენ სხვა პირობები გვაქვს და რითი გაამაგრა, იცით ბატონო მიხეილ, ეს განცხადება რომ აი ამ საომარ პირობებში და ამ სასანქციო პოლიტიკის პირობებში ჩვენი ეკონომიკა ბევრად გაძლიერდა, ბევრი რამე შეიცვალა, ბევრი გარემოება და შესაბამისად ის პირობები, რითაც თქვენ აქ შემოდიოდით და ოპერირებდით და ვაჭრობდით, ასე აღარ იქნება. ანუ ჩვენც კი
თქვენ დაგვეხმარეთ. კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით თვითონ როგორც საწარმოები, ასევე სამუშაო გეგმები, ანუ ბევრი რამე შეიცვალა, ანუ ამ ომმა დააყენა სხვა ლიანდაგებზე რუსეთი. მაგრამ ამაშია საქმე, შენ რუს რაც მეც ზეწოლას მოახდენ, მისგან მიიღებ 10-ჯერ მეც და გამოაფხიზლეს. ანუ ეს მძინარე დათვი, რომელიც მზად იყო, გავხდარიყო ევროპის მეგობარი ძმა, უფასო მომარაგებელი იმ სიკეთით, რაც რუსეთს აქვს, გახადეს ჩვეულებრივი პარტნიორი, რომელიც თავის პირობებს დააყენებს. აი ახლა რაც თქვენ მზანეთ, ეს დასაწყისია. აქ ისეთი საინტერესო პროცესები მოხდება. ისეთი საინტერესო პროცესები. ოღონდ ერთი რამ არის. დღეს რუსეთის ხელისუფლების და დასავლეთის და ევროკავშირის ერთ-ერთი რამის იმედი აქვს. იქნებ რუსეთში მოვიდეს ესეთი ხელისუფლება, რომელიც ისევ დაიწყებს კეკლუცს დასავლეთთან და აი ეს ჩანერგილები, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის გამომზეურებულები. დღეს საუბრობდით 3 წლის წინ რამდენი გენერალი, რამდენი საკვანძო თანამდებობაზე მყოფი მაღალჩინოსანი მოიხსნა, ზოგი ციხეში წავიდა, ზოგი გადააყენეს, რომელსაც 10-ობით მილიონი დოლარი, 100-ობით მილიონი დოლარის ქონება ჰქონდა. ეს ხალხი ყველა 90-იანებში ლეიტენანტები, კაპიტნები იყვნენ და ამერიკელების ხელში მოხდა მათი დაფთიანება და დღეს რუსეთი დგება ფეხზე, თავისი ყველა კომპონენტით, თუმცა ძალიან რთული პროცესია გასავლელი და ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმ ურთიერთობაში, რასაც ქვია საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მუშაობა. დიდი მადლობა ბატონ მიხეილ, გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი. ჩვენ შევხვდებით ხვალ 19 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.